Rato, просто rato! ეს ვიდეო 2 წლის წინ უნდა დამედო, მაგრამ ვერ შევძელე. განადგურებული ვიყავი. მე შინოდა და მრცხვენოდა თქვენი. იმიტომ რომ ჩვენ დაგპირდით ზღაპრულებრო ტურს ჩვენი საოცნებო სახმანქანით. ყველანი ელოდით საოცარ კონტენტს, სანახაობას, მაგრამ უბრალოდ გავქრით. იმედები გაგიცრუეთ. და მე არასოდეს მithქვამს რა მოხდა სინამდვილეში. ამ წუთამდე. ივლისი 2023 წელი. ცხოვრებას სხვა გეგმები აქვს. უდრიჩები დავაყენე. აი დააკვდა შენ დროს ვიცავ რა. ხოლ ზეც შევცვლი რაღაცა კიდე 1-2 პატარა დეტალი და всё რა მორჩა რა გავედი ბოლოში. წაღო გიო როგორ მიხარია რა. მაშ. მე გამოვალ და მანახი რა ძმურად. ბიჭო ხო რა შემოგვიარე წასვლამდე რაღაც გაგვაცილე რა. აი. მაგრამ გულ შემატკივრო და მინე რაღაც საქმეები მაქვს და ვნახავ მე რა. მაგას. რაც თავი მახსოვს ყოველთვის სამ რამეზე ვოცნებობდი. მე პოვა გოგო, რომელიც მთელი გულით მეყვარებოდა. ამეწყო სახლმანქანა და მასთან ერთად შორეულ მოგზაურობაში წავსულიყავი. ეს გოგო ვიპოვე, სახლმანქანაც ავაწყე და ახლა მხოლოდ რამდენიმე დღე მაშორებს სრულ ბედნიერებას. 3 აგვისტო. ემოციების ზღვა. 8 თვიანი დაუღალავი შრომის შედეგად როგორც იქნა დავასრულეთ სახმანქანის აწყობა. დღე და ღამე ვეჯექით პინტერესტს. შევადგინეთ იდეალური მარშრუტი. მოვინიშნეთ ზღაპრული ადგილები. დეტალურად გავწერეთ მთელი ტური. გამოგვიჩნდა სპონსორი, რომელმაც მოგცა მანქანის ელექტროობის სისტემა. ყველაფერი მზადაა. საზეიმოდ წარვადგინეთ ევროტურის პროექტი. ვკითხულობთ თქვენს გამამხნევებელ კომენტარებს. ვალაგე ბოლო ნივთებს. აჟიტირებული ვჯდები საჭესთან ღერზე ვეწევი. Red Bulls ვაყოლებ. მუსიკა ბოლო ხმაზე, თავში ფიქრები, ტანში ჟრუანტელი, უხში სიხარული. ვიჭერ მარცხენა ზოლს, უმატებს სიჩქარეს, გაშლილი ფრთებით მივაგანები ბათუმისკენ, სადაც სალის ჩავისვამ და დაიწყება დიდებული თავგადასავალი. მაგრამ თურმე ცხოვრებას სულ სხვა გეგმები აქვს. არა, ოღონდ ეგაა. ძრავის ხელოსანი ხო შენ ხარ ჩემო ძმაო, შენი ნომერი მომცეს. ვიდეოს გამოგიგზავნი WhatsApp-ში და გეხვეწები რამე მითხარი რა. და მოვიდა ყველაზე საშინელი ვოისი, რაც ოდესმე მომისმენია. გავუმავ ჯიგარო. კი მე ვარ მაგმატორების აქვს ტუკი რა, ესეთი პრობლემა ემართება, ხშირად აქვს ეს პრობლემა და მაგის ჩადგმა ჯდება $4000 და უბრალოდ დროში გაგეწელებათ, მალე არ იქნება იგი. სრულიად იმედგაცრუებული ვიძახებ ევაკუატორს, გადამყავს მანქანა თბილისში, ვცდილობ მოვთოყო ემოციები და ვდგები უდიდესი დილემის წინაშე. ან დანაზოგის 80%-ს ვახარჯავ მანქანის აღდგენას, რისკავ განახევრებულ დროში კაპიკებით მოგზაურობას, ხელფეხშეკრული უპირისპირდებით დაბრკოლებების არმიას, ან უქმდება ევროტური და ქრება ჩვენი ოცნებაც. მთელი ძალები ჩავედგავ ჯეიმიდის ბოლო ნაპერწკალს, რომელიც ჩემს გულში ჯერ კიდევ ღვიოდა და ავირჩია. ხო, ჩვენ წავედით. 2 წლის შემდეგ კი ვზივარ კამერის წინაშე და მზად ვარ გაჩვენოთ ყველაფერი, რაც მოხდა 2023 წლის ზაფხულში. რას ვგრძნობდით მაშინ, როცა თქვენ გეგონათ,
რომ ეს ამხელა ამბავი ასე უპასუხისმგებლოდ ფეხზე დავიკიდეთ. კარგად მოკალათით. ახლა მე თქვენ უსაზღვრო ემოციურ და ესთეტიურ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მირბის მიმაფრენს უსოლკლოდ ჩემერა უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორა გასწმერა შენს ჭენბას არ აქვს სამწვარი და მიავს ვინაც ფიქრი ჩემი შავადმა ასე დაიწყო ჩვენი დაწყევლილი ევროტური. რატომ დაწყევლილი ამას გზადაგზა გაიგებთ, მაგრამ მანამდე გეტყვით რომ ანგარიში გვაქვს 600 евро და საკმაოდ დიდი შემართება. გჯერა რომ გზაში ვიღაც დაგვასპონსორებს და გვაფინანსებს ამ ბოლო-ბოლო ვისესხებთ ამ თანხას, რომ თავი გავიტანოთ მომავალი 1 თვის განმავლობაში. ხო არ მithქვამს, ტრიპში 4 წავედით. მე, იდეის ავტორი, სალი ჩემი საოცნებო მოგზაურობის მთავარი ბედნიერება, მეორე სალი, რომელსაც ჩვენ ოთხივე სიჯანსაღესა და მოტივაციაზე უნდა ეზრუნა და იაკობი, რომელიც ვიდეოების გადაღებაში უნდა დამხმარებოდა. გეგმაში თურქეთის გაუჩერებლად გავლა გვაქვს გაწერილი, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და რეალურად წინ და წინ უფრო საინტერესო სანახაობები გველის. ერთადერთი ტრაპიზონში გავჩერდით პროდუქტების მოსამარაგებლად და ძალიან გაასწორა, იმიტომ რომ კაპიკებში შევძელით მთელი 1 თვის სამყოფი საჭმლის შეძენა. ყველა დაღმართს აღმართი მოყვება უნათქვამია. და ჯერ კიდევ არ ვიცით რომ ის ნაბოლი შავი ყორანი ისევ ჩვენთან არის და წყევლის პირველი სცენა სულ რამდენიმე საათში დადგება. გავიარეთ ნახევარი თურქეთი და მოვედით ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან. სადაც უნდა ჩავასხათ საწვავი. ვუყურებ ლუკას და ვხედავ რომ მომავალი 2 საათი სადგური აღარ შეხვდება და უკანასკნელი სადგურიც 2 საათის წინ გამოვიარეთ. ესე იგი ეს არის ერთადერთი შანსი რომ შვიდად განვაგრძოთ სვლა. მაგრამ oi საოცრებო. არ იღებენ ევროს, არ იღებენ დოლარს, არ იღებენ ლარს, არ იღებენ ბარათს. მხოლოდ Turkish lira bro. ლირა არ გვაქვს, იმიტომ რომ თურქეთში გაჩერებას არ ვუყურებთ. საწვავის მაჩვენებელი 200 მაჩვენებს და ეს ასე თუ ისე მაიმედებს, რომ არ ვიცი, ნელავივლი დაღმართები იქნება და როგორღაც 2 საათი გავძლებთ აი ამ საწვავით. დავიზარეთ. გადის 40 წუთი და მანქანა ჩერდება. რატომ ჩერდება? იმიტომ რომ საწვავის მაჩვენებელი გაჭედილი ყოფილა. ანუ რომ აჩვენებდა 200, თურმე საწვავი თითქმის დამთავრებულია. მე დაგვითავდა ბენზინი, დიზელი უფრო სწორედ გავჩერდით აღმართზე და დიზელი რომ თავდება არ იქოქება და ჯერ მაგაზე არ ვინაო, ჯერ თავარი ბენზინი ვიშოვო დიზელი. და მე ვინერვიო დაქოქვა არ დაქოქვა ზაგერ ეს კაცი მესიმინდეა. როგორც რიკოცია ისე იდგა რა და რაღაცნაირად მოგვაკითხა, არ ვიცი რა, ნაირად მოვიდა, მაგრამ მოვიდა და ეხლა წაგვიყვანს და მოგვიყვანს უკან. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ვაიმე კინაღამის მანქანას ჩავქრა და მარტო გოგოების დარჩენა ამშვენებამ ისა? აღმოჩნდა რომ არც იღებენ ბარათს, არც იღებენ ევროს, დოლარს. რა უნდა ვქნათ? ველაპარაკეთ მოკლედ ამ ძღოლს რაღაცნაირად Google Translate-ის გამოყენებით, რაღაცნაირად ვეხვეწეთ, აი თხოვეთ მთელი გულით სულ რომ წავიყვანეთ უახლოეს ქალაქში, სადაც როგორ ვიშოვიდით ლირას, მოუბრუნდებოდით, ჩავასხავდით საწვავს და წავიდოდით მანქანასთან. აი ამ ადამიანმა წამოგვიყვანა და ვეძებთ ახლა იმას რა ქვია. გადასახურდავებას, მაგრამ დაკეტილია ყველაფერი და წავიდა რაღაც მაფიოზური შეხვედრა გქონდა აი ქვემოთ, ხო ზეხოთ გავართ და ანუ მოკლედ ანუ დამკერეს რომ 100 ევროდ მოგცემთო 2800 ანუ 2800 ლირას მოგცემთო რა, ანუ 100 ლირა დაგვიტოვეო და ბაზარი არ არისო და ამიტომ შევთანხმდით ეგრე და დავბრუნდით მანქანასთან, ჩაავასხეთ საწვავი და გაუჩერებლად დავტოვეთ თურქეთი. შევედით საბერძნეთში. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივადგეთ საოცარ სანაპიროს. აქ პირველად შევიგრძენით, რომ ევროტურში ვართ, რომ ყველაფერი სხვანაირია, რომ რეალურად რაღაც გვიხარია და ცოტა ხნით დავივიწყეთ სტრესი. ძალიან გვინდოდა, რომ შეგვერგო პირველი ლამაზი დღე. რბინო? გაუწედა მოწრა.
პარკში ამოვყავით თავი. სტიმული და ემედი მომეცა, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც შევძლებდი ძალიან მაგარი კონტენტის შეთავაზებას ჩემი მაყურებლისთვის. დავიჯერე, რომ ტყუილად არ დავათრევ 45 კილოგრამ აპარატურას, რომ რაღაც სინემატიკური შემიძლია გადავიღო და საკუთარი კადრებითვე დავწმუნდე, რომ კი, გიორგი, ეს ევროტურია ნამდვილად. ხო და ინებეთ ეს კადრები. ერთ დღეში გადაღებულმა ამდენმა კარგმა კადრმა მაგრად იმოქმედა ჩემზე და ორმაგი შემართებით გავაშურეთ ხორვატიისკენ. ეს ის ლეგენდარული ტბა, საიდანაც იდიაშუნა დაგვეწყო კონტენტის დადება 20 წელებში. ეს წერტილი იყო ჩვენი ევროტურის სტარტი. ერთი კონკრეტული риლის გადასაღებად მოვედით აქ. ეგ რილი უნდა დამედო და მაგრილს უნდა მოყოლოდა კონტენტის სხვა. ჩავედით ტბასთან, გავამზადეთ პადი, შევცურე, მოვექეცით ტბის ценტრში და გავუშვით დრონი. Ukučicu na goščicu, ukučicu preko pošonta, tiri donda, mala bonda, tiri, tiri, tiri donda. To je vibil jako Spartor, koji od gušta smo kvastor, tiri donda, mala bonda, tiri, tiri, tiri donda. რილი ეგრევე დავდა ჩემს ინსტაგრამზე და სულ რამდენიმე საათში ავიდეთ 11,000 მოწონებაზე და უკვე შოქში ვარ მეთქი, ჰოპ, ნანინა, მეთქი სპონსორების სადარიან ბიჭები არ ვაკლებთ კაპიქს. აი ეგეთ ტალღაზე დავდექით და გავაშურეთ ხორვატიის სიღრმეებისკენ. ამ ქვეყნისთვის 3 დღე გვაქვს გამოყოფილი და აბა ჩვენ ვიცით. ნაბიჯვარი შავი ყორანი სტუდიაში. მოკლედ მივდიოდით სანაპიროსკენ და ეშმაკი როგორც ყოველთვის არ გვეშვება. ისევ რაღაცა დაემართა მანქანას, აღარ იქოქება შუაგზაზე ვართ. მივწერე ჩვენ ხელოსანს და ფარსუნკებს უნდა გადაჭერაო. ხო და ეგ როგორ გავაკეთო, აი მართლა არ ვიცი. თბილისში რო ჩავალ, ბოქსები უნდა გავხსნე. Danger მაგრამ აქ სინამდვილეში ანგელოზმა გადმოხედა. უბრალოდ წარმოიდგინეთ რა არის იმის ალბათობა, რომ აი ასეთ გადაკარგულ ადგილას გამოიაროს ტიპმა, ერთი. გაგიჩეროს მეორე. აღმოჩნდეს ძრავის ხელოსანი, სამი. აღმოჩნდეს დიზელის ძრავის ხელოსანი, ჰქონდეს საკუთარი პროფილაქტიკა და ყავდეს ევაკუატორი. ეხლა ჩამოიარო ვიღაცა წითელი ბაქარით, მექანიკი ვარო, მე თვითონო რა, კაი არო. ნახოთ აბა რაბეს თუ გაუგებს. Hi. And make it a little bit tighter, this one. I did 2 of them. კი, ზუსტად მაგ ტიპმა გაგვიჩერა და ამ დღეს ისე შეგვიყვარდა ხორვატია, რომ არასოდეს დაგვავიწყდება. გავყევით ამ ტიპს და აი პატარა საქართველოში მიგვიყვანა ტიპმა. ისეთი შინაურული, ისეთი თბილი, ისეთი ჩვენებური გარემო დახვდა, აი ჩვენთან დასავლეთში, გინდა აღმოსავლეთში სოფლებში რომ იციან. ხო და მოდი ახლა ყველამ ერთად ნახოთ ეს ყოველივე. მოვიდა ევაკუატორი და წავალთ ხა იმ ტიპთან ვინც რა გაგვიჩერა რა და იმედი აქვს რომ მოსწორებადი ამბავია. Anoche sbaglio nel computador. In my country, if somebody stops on the road, like every car who passes, he stops and asks what's going on and come on and you know, helping and giving some. In UK, same. Nobody take care of it. Pick me up.
ძალიან ჯიგარი ხალხი გაიჩნდა და ძალიან ასწორებს. სახელოსნო აქვს სახლში ტიპს და რა მაგარი სახლი აქვს. და აი ტიპები არიან, ლუდი შემოგთავაზეს, ვეხმარებიან ყველაფერში და შეიძლება даже მიგვიპატიჟონ დღეს გამი. გაუმარჯოთ ამათ. მოკლედ ახლა უნდა გავასინჯოთ ქართული ღვინო, ქართული ღვინის სახლის ქართული ღვინო ჩვენს გადამრჩენა. გორული მწვანე, ანუ ყველაზე გემრიელი ღვინოა თეთრ ღვინოებს შორის ჩემთვის პირადად და ვნახოთ მათი შემოსებებით მოვისმინოთ. One glass? I do it. For the people. For life and good luck for us. Your mom has And if you're stuck in Sweden, my friend is now in Sweden. So you can. What are the chances that actually car mechanic is gonna? Exactly at this place at this moment. Yeah. I don't know. This is the problem. We have problem with this full tank, but two problems. One problem, two problems. Wait, no. Let's go. Wait, no. What do you think? This is one of the. It's not like Croatian, but one of the better wines I ever tried. ჩვენს მასპინძლებს გავასინჯეთ ქართული ღვინო და ძალიან მოეწონათ და ძალიან ბედნიერი. Mafia Iosedi. Oh, too much. Too much. Take it easy. So much. Say again. Kamarjoba. Me. Kamarjoba means my name. No. Hi. It means. Oh, just hi. Okay. It's Kamarjoba. Like hello. Okay, Kamarjoba. Yes. მოკლედ ძალიან ბევრი დავლიეთ, კარგი ხასიათის დავდექით, დავმეგობრდით და ეხლა მივიდივართ ამ ტიპის პაჯეროთი აქვე სადღაც off-road-ზე. ძალიან მაგარი ხალხი აღმოჩნდა, მართლა აი დაუჯერებლად გაგვიმართლა, ან აი ესეთი გამართლება არის, მართლა არ ვიცი, აი ვერ ვხსნი, როგორ შეიძლებოდა რომ ზუსტად იმ მომენტში გაგფუჭებოდა მანქანა, სადაც რამდენიმე წუთში ჩამოივლიდა ეს ტიპი, რომელიც ესეთი კარგი ტიპი იქნებოდა თან მექანიკი, ანუ ხელოსანი, იქნებოდა თავისი ბოქსი, დაგვხვდებოდა აქ ესეთი კარგი ხალხი, ანუ აი ისეთი დამთხევა მართლა რომ აი დაუჯერებელია რა. ხო და რა წავიდეთ off-road-ზე. რა პრობლემაა? წავედით. Let's go. No way. წონა კიდე მინდა. მე აღარ მინდა. არა. No. Poor man. Wow. How zangas, alright. Sasauli. Like a pig. მოკლედ ძალიან გაუდნენ ეს ტიპები ქართველებს, არა მარტო დალეოში. ბევრი ვიცინეთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბედნიერებაც ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მათგან წამოსულებს მანქანა კიდევ რამდენჯერმე გაგვიფუჭდა. იმედის ბოლონებერც კალიც გაქრა, მაგრამ მაინც წავედით დოლომიტებისკენ, იმიტომ რომ აქაურობის გადაღება იყო ჩემი ერთ-ერთი უცვლელი. აღარ მაინტერესებს და მნიშვნელობაც არ აქვს რისი ბრალი იყო, რატო ფუჭდებოდა მანქანა წამდაუწვო. უბრალოდ დრო ფაქტობრივად აღარანაირი კონტენტის საკეთებლად აღარ დაგვრჩა. იმიტომ რომ ამ გაჩერება, შეკეთება გორაობაში 29 აგვისტოს მოვიდა. სტიმული, მუღამი, ხალისი, ის 600 ევრო და საერთოდ ყველაფერი დავკარგეთ. უბრალოდ სადაც ამდენი ვიწვალეთ, ვიფიქრეთ, მოდი მაინც ავიდეთ დოლომიტებზე, რაღაც პატარა ოცნებას მაინც ავიხდენ მეთქი. და აქაურობა იმაზე გაცილებით საოცარი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ბუნება ჩემი სულის ნაწილია. თინეიჯერობიდან სულ დავდივარ. ავტოსტოპით მოვიარე საქართველოს, ვისაც გახსოვთ. შემდეგ მანქანით და სულ ოცნებობდი დოლომიტებზე საკუთარი სახლ-მანქანით მეხეტიალა. და ეს დღეც დამიდგა. მართალია ისე არა, როგორც მინდოდა, მაგრამ მაინც. ზღაპრული ხედები, არარეალური ატმოსფერო, მასიური მთები, ამ 64-ის სულ 3 კუნჭულში შევძელით მისვლა. ეს არის სეცედა, კადინიდი მისურინა და ბრაიესტბა. დავიწყოთ ბრაიესტბით. ბრაიესტბა იტალიის დოლომიტების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ზღაპრული ადგილია. მისი უამრავი ფოტო მინახავს, მაგრამ ერთი სული მქონდა პირადად გადამეყო ეს სილამაზე და მიხარია, რომ ეს მაინც შევძელი და ამ კადრებს მაინც მოვიდა თქვენამდე.
ვიღებდი და თან გულის წვეტით წარმოვიდგენდი, რამდენი სიგიჟე ვიდეოს ჩამოტანას შეუძლებდი ამ როტორიდან, ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ წასულიყო. ეს არის ჩვენი სარეკლამო ადგილი, მეგობრებო, შეგიძლიათ შევუკვეთოთ რეკლამა განვითავსებ შუბლზე, დაახლოებით 2 კვადრატული გამოდის და საკმაოდ კარგ ფასებში შემიძლია შემოგთავაზოთ სპონსორებს აი ეს ადგილია. ყველა ვიდეოში პირველი ეს გამოჩნდება, ნახე ნამხელა. აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა. აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა. ხედავთ ჩვენი სიღატაკე გადაობაში გადაგვეზარდა. რეალურად ამ მიდგომამ გამართლა, იმიტომ რომ თბილისიდან სესხი გაიჭიტა. ამ ფულეთ კი მშვიდად შევძელით ავსულიყავით კადინგდი მისურინასა და სეცედაზე. აქაც ერთი კონკრეტული риლის გადასაღება დამოვედი, რომელიც ასევე დევს ჩემს Instagram-ზე. მაგრამ ამ მომენტში უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს. უბრალოდ ჩემს პატარა ოცნებას ვიხდენ და გონებაში ცოტათი მაინც მჯერა, რომ ამ წყეული მოგზაურობის კადრები სამუდამოდ არ დაიკარგება და ოდესმე რაიმე ფორმით ფართო აუდიტორია იხილავს მათ. ახლობით 20 წუთში ჩემი აზრით უკვე მივალთ ადგილზე. ეს ცოტა ცუდი ადგილია, მაგრამ ის რა ქვია, ესე ვთქვათ პატარა ფრენკუკა. მოდი წავედით ახლა. იქით რომ გაიხედები შორს, ანუ იმ ხელა მთებია, გოროზი მთებია, რომ კარგავ იმას რა ქვია, შეგრძნებას რაღაცეები, ანუ ძალიან პატარა გონე თავი და იკარგები რა. ცუდად ხარს? ა? სიტამა მიგჭირდება. მე მგონი აქ პირველი ხარ ვინც ღვინო დალია. ჭიქით და ბოთლით აქ არავის ღვინო ამოუტანია არასოდეს დარწმუნებულია. ხოლმე ლასექსე. ზავალთ ისე რომ იქნებ აი ამენდი იყოს ახლა ისეთი ისლი ჩამოწვა რომ აზრი არ ქონა არაფერს. ხო, ანძლევს გამოვედი. საფერფლე მომატოთ. ბიჭები ჩამ. მე ბიჭებს მე პირიდან. დროებით მეგობრებო. მოკლედ ახლა მოვედით, გადავიღეთ როგორც იქნა ის კადრი, რაც გვინდოდა და ყველაზე მეტად რაც გამიხარდა ის არის, რომ DJI-ის წარმომადგენლები ვნახეთ, ანუ იმ დრონის წარმომადგენლები და ის კამერა, ვინც ამებს ქმნის რა. ეხლა იღებენ რეკლამას ახალი დრონისას. და ანუ აი ისე გამიხარდა, რავი. ესე მგონია რომ რაღაცა პატარა ბავშვია და კამფეტი მოუცა ბაბუამ. კითხე მეთქე, საიდან ხართ? მეთქი ჯორჯია და მეთქე იცოდნენ რა. და მეთქი ვაუ რა მაგარია. საჭმელი გიყვარს მაგრადო ქართული რა. ხოდა მეთქი ხო მაგრა გვენატრება თქო, იმიტომ რომ მაკარონზე ვზივართ რავი ერთი თვე. ბევრი ვისაუბრეთ, ვიხალისეთ, გავცვალეთ Instagram-ები. დღემდე გვაქვს მიმოწერა სხვათა შორის და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ გადაღება არის ის, რაც სიგიჟემდე მიყვარს. Let's go. 2 1 მოკლედ ცუდი ამბავი მოხდა, ეხა FPV დრონი დაკარგეს და სამაშველო ოპერაციაში ვერთვებით ჩვენ, ჩვენი Mavic 3 Pro-ი, იმიტომ რომ ამას აქვს zoom ლინზები, ობიექტივები. ხო და ეხლა ამით უნდა მოვძებნოთ ის დრონი. ეს ახლა DJI-ს ვეხმარებით. ანუ DJI просто რაპატივში ვართ, ხო არ გადავა. დრონი ვიპოვეთ, მაგრამ კადრშიც ხედავს, რომ იქ ჩასვლა უბრალოდ გამორიცხული იყო. ჩვენი გზებიც გაიყარა და გავუდექეთ ჩვენსას სეცედასკენ.
სეცედაზე მეტი კადრის გადაღება სამწუხაროდ ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც იყო იმედი მაქვს გაგისწორდათ. ამასობაში თბილისიდან წამოვიდა მეორე სესხი და წავედით მანაროლაზე. მანაროლას მოყვა პორტოფინო. ჩვენი თავგადასავალი დავაგვირგვინეთ დიდებული ვენეციით. აი ეს არის ფული რაც დაგვრჩა. აი მართლა ამაზე მეტი არც ანგარიშზე გვი და არც ქეში. ანუ მეგონის პრობლემაში პირველ ხდება, როცა აი ამითან ევროტურში ვართ, ანუ ხო არ გადავ. იმაში კი არ ვართ რაღაცა დავშვა. ევროტურში ვართ და ანუ ეს გვაქვს მარტო და წინ გვაქვს რავი მოსავლელი ნახევარი ევროპა მე მგონი. ხო და მაგრამ ანუ კიდია ვიხარია მაინც. რაღაცა იქნება. იქ სპონსორი გამოჩნდება, ის გამოჩნდება და რავი და ხო ეს რატომ მოხდა ეს უკვე ცალკე ისტორიაა და საერთოდ ასე რატო ვართ ამ დღეში, მაგრამ ამაზე ალბათ კიდევ ცალკე მოვყვებით. კი, ამაზე ან ცალკე ვლოგს მივუძღვნით, ან რაღაცას ვიზრდით. 11 სექტემბერს უკვე ბათუმში ვიყავი. სანაპიროსთან ვათვალიერებდი ფოტოებს, ვიდეოებს, ვკითხულობდი თქვენ კომენტარებს და სპონსორების მესიჯებს. თუ სად ვიყავი, რატომ გავქრი, რატომ არაფერს პოსტავდი, რა დამემართა და უბრალოდ ჩემთვის ვკითხებოდი, რანაირად შეიძლებოდა ვინმესთვის ამეხსნა ეს ყველაფერი სიტყვიერად, ხო და რომ ვერ ახსენი, რომ ვერ შევძელი გადმომეცა რა ხდებოდა ჩემს შინაგან სამყაროში, უბრალოდ ყველა მათგანი დავკარგე. დღეს უკვე იცით რა დამემართა. და ახლა ჩემი მთავარი სათქმელის დროც დადგა. ხანდახან რაღაცები ისე არ ხდება, როგორც გეგმავ. მნიშვნელობა არ აქვს ამდენად ძლიერად შეესწები, მაინც ყველაფერი თავზე გემხობა. ცხოვრება ჯოჯოხეთს გამოგატარებს მხოლოდ იმიტომ, რომ მიგახვედროს როგორია 64 თუ არ დანებდები და მე ისევ არ დავნებდი. 20 თვე არ ვჩანდი, მაგრამ ვიზრდებოდი. არ უპოსტავდი, მაგრამ ვემზადებოდი ამ დიდებული დღისთვის, როცა კამერის წინაშე დავდგებოდი და სიამაყით ვიტყოდი. ამიერიდან თავს ვანებებ ყველა სხვა საქმიანობას და ვიწყებ full time YouTube-ს. კი, მე და ჩემი 65 კილოგრამი აპარატურა YouTube სამყაროში მივდივართ და ვიწყებთ ისეთ თავგადასავალს, როგორც ჯერ არ გინახავთ. 1000 მუღამი, რომელიც უნდა გაისწორო, სანამ ცოცხალი ხარ. ხო, მე ჩემი ცხოვრების სიგიჟე წარმოუდგენელ მუღამებს გავისწორებ და ამას იღელავს მთელი ქვეყანა. ჩვენ ვიტყვით სრულიად ახალ სიტყვას და ჩემმა მოყურებელმა თითოეული კადრით უბრალოდ უნდა ისიამოვნოს. თუ მზად ხარ, შეგიძლია გამოიწერო, მაგრამ მე ერთი პატარა გაფრთხილება. ამას თუ ვიზავ YouTube-ს იგივე თვალით ვეღარასოდეს ვაყურებ. მე ვარ გიორგი ჯობავა და კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემს არხზე.